073 44 05. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. მოგესალმებით რეალური აქცენტები ყოველ ოთხშაბათს ერთად ეთერშია დავით გალეგაშვილთან ერთად ჩვენ ვსაუბრობთ მე-12 საუკუნის ოქროს ხანაზე ვინ შექმნა ვინ მოიტანა ეს ოქროს ხანა და რატომ დაერქვა ოქროს ხანა საერთოდ ბატონ დავით ჩვენ ერთ-ერთ პირველ გადაცემაში ვსაუბრობდით შოთა რუსთაველის წარმომავლობის შესახებ მისი გვარის შესახებ თქვით ისიც რომ შოთა რუსთაველი არის ბაგრატიონი ბაგრატოვან მეფეთა გვერდითი შტო ბოლოს რა ვერსიებს განიხილავენ მეცნიერები შოთა რუსთაველის საგვარეულო წარმომავლობასთან დაკავშირებით, მოდით ეს ყველა საინტერესებს, იმიტომ რომ რა ვერსია გაქვთ რომ ის არის ბაგრატიონი, აი გვწერ ჩვენი უდმივი მაყურებელი და კიდევ აინტერესებთ დედამის რომ ია ერქვა, ამას თუ აქ რამე ისტორიული საფუძველია და თქვენ როგორ განიხილავთ. მოდით ჯერ გვარს მივხედოთ. გამარჯობა, ქალბატონო ია. კითხვები ყოველი გადაცემის შემდეგ მოგვდის. და ჩვენ ვალდებულები ვართ რომ უპასუხოთ ის რაც ვიცით. საგვარეულო ბაგრატიონების საგვარეულო, რომელსაც ჩვენ ვახსენებთ, ეკუთვნის პავლე ინგოროყვას. ეს მისი მთავარი ხაზია და ჩვენთვისაც ყველაზე უფრო ახლო არსებული ვერსია, რომელსაც უფრო მეტად ვენდობით. სხვა მეცნიერებს თუ აქ და გვარებთან და გვართან დაკავშირებით. როგორ არა აქვს სხვა მეცნიერებს გვართან დაკავშირებით გააჩნიათ. სხვა ვერსიაც თუ არსებობს გარდა იმისა, რომ პავლე ინგოროყვას აქ მართლა აი მეცნიერულ დადასტურებული. ის კი ჩვენ დღეს საუბარი გვექნება მეორე სამეფო გვარზე, რომელიც არის ფარნავაზიანები. იმიტომ რომ ჰერეთის ერისთავობა ფარნავაზიანებსაც ჩაბარდათ ვახტანგ გორგასლის დროს და ამიტომ შეიძლება ვთქვათ რომ ეს ვერსია ძალიან საინტერესოა. ოღონდ ამას ჩვენი საუბრის განმავლობაში ვახსენებთ. რაც შეეხება სხვა გვარებს, სხვადასხვა საერისთავოს საგვარეულოები არის ნახსენები, განსაკუთრებით თორელი იყო ედნოდარ შოშიაშვილი მეცნიერი, თორელის ვერსია არსებობს ასეთი, არსებობს კიდევ იქ ხან ჯაყელზე იყო საუბარი, ხან დადიანზე, ხან სხვადასხვაზე. ამისთვის ქალბატონოია ასე განვსაზღვრე რომ სამტომეულის მესამე ტომი დაეთმობა ყველა ვერსიას, რომელიც კი არსებობს. მარტო პავლე ინგოროყვას ვერსიაზე საუბარიც და წიგნის მომზადებას და გამოცემას საკმარისი არაა ქართველი მკითხველისათვის და მსმენელისათვისაც, იმიტომ რომ ყველა ვერსია თუ არ იქნა განხილული, მაინც ვერ დარწმუნდება ადამიანი ასეთი მცირე ინფორმაციის საფუძველზე, როგორ შეიძლება რომ დაადგინო რომ მაინც და მაინც პავლე ინგოროყვაა მართალი, ხო? თანაც ბატონ დავით, ინტერესი და ყურადღება იმისა, ვინ იყო შოთა რუსთაველი, არ ნელდება მთელი ალბათ მე-12, მე-14 საუკუნეში ამაზე კითხვაც კი არ დაისმებოდა, მაგრამ დაუკარგეთ ჩვენის ცოდნა, ხო? და დღევანდელ საზოგადოებას ისე აინტერესებს. აი მაგალითად არის ვერსია, რომ თამარ მეფის საფლავი ზუსტად არის ქუთაისში და ზუსტად იციან სადაც იყოს თამარ მეფისა. ეს ქართლის ცხოვრებაში წერია ასე, ხო? კი ბატონო, თუმცა რიგ მეცნიერებს არც კი შეაქვთ ეჭვი ამაში, ხო? რიგი მეცნიერები არსებობენ, რომელიც ამბობენ, რომ აი 12 კუბო გამოიტანეს ასახლიდან და ვინცაც წაიღეს კაცმა არ იცის და აი ამ ორი ვერსიისადმი ვინ იყო შოთა რუსთაველი და თამარ მეფის საფლავი სად მდებარეობს, არის უზარმაზარი ინტერესი ქართულსა. ჩვენი გადაცემაც ამას ემსახურება. ჩვენ ვერსიებსაც განვიხილავთ. ჯერ ახლა მეორე ტომი გამოვა ზაფხულში და ჩვენ ამასაც გვექნება ლაპარაკი სოფლმხედველობაზე, მაგრამ შემდეგ საუბარი გვექნება ასევე სხვა ვერსიებზე, რომელიც არის. დიდი მეცნიერების ვერსიებია, რაც ვაქვს ლაპარაკი არ არის მარტო პავლე ინგოროყვაზე, ჩვენ უზარმაზარი მეცნიერები ყავდა. მათ ჩემი აზრით პავლე ინგოროყვა მაჯობა რუსთაველის ბიოგრაფიაში, მაგრამ ჩემი აზრით საკმარისი არ არის, გასო მე ვინ მომცა ამის ძალაუფლება რომ დავარწმუნო მეცნიერებას და მოსახლეობას და მსმენელის და მკითხველის რომ გინათ ეს კაცია მართალიო. ეს ჩემი არც მოვალეობა და არც მინდა რომ ასე იყოს. მე ვყვები იმას, სადაც წავიკითხე ამ შემთხვევაში და არა იმას, ვინ იყო მართალი და ვინ არ იყო მართალი. ჩვენ მივცემთ ყველა საშუალებას, რომ სხვადასხვა ვერსიებიც მოისმინონ. დღეს გვექნება პირველი მცდელობა, რომ რომელი გვარის წარმომადგენელია შოთა რუსთაველი, ამაზე ვისაუბროთ. ორი სამეფო საგვარეულო არის ბაგრატიონების გვერდითი შტო და ფარნავაზიანების გვერდითი შტო, ამაზე ვისაუბრებთ. არსებობს კიდევ ჩვენ გადაცემაში, რომელიც წინა გადაცემის გაგრძელებაა, გრიგოლის ძეთა ვერსია, ეს გვარია თუ მამის სახელიდან მომდინარეობს და მოდი დავიწყოთ მაშინ პირველი სლაიდით, რომ ჩვენ დრო გქონდეს. ხავთ პირველი სლაიდი ჩართოთ. აი ეს თქვენ გახსოვთ წინა გადაცემიდან არის აქ არის თბილისის ამირა აბულასანი რომელიც თბილისს ფლობს შემდეგ არის 4 ერისთავი რომელიც ჰერეთში არიან მათ შორის გრიგოლის ძეს გვიწერია ბოლოში რომელიც იყო мама შოთასი რუსთაველისა და მისი ძმა ტბელისა აბულასანი არის
ადამიანი, რომელიც მაშენებელია თბილისის ლურჯი მონასტრისა და ეს მისი სახელი მან დასწერია. აბულასანმა ჩამოიყვანა ეგრეთ წოდებული გიორგი რუსი, რომელზეც გათხოვდა თამარ მეფე, შემდეგ ის გააგდეს და სწორედ აბულასანმა ამ გიორგი რუსთან ერთად თამარ მეფეს და დავით სოსლანს აჯანყება მოუწყო 1191 წელს. ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ და ამიტომ ეს შესავალივით მაინც გავახსენეთ მაყურებელს. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. შემდეგი სლაიდი აი. აქ უკვე ჩვენ გავადიდეთ ჰერეთის საერისთავო და ორი საგვარეულო. ეს არის ხორნაბუჯელები, კოლონკელიძეები და გიშელები, ჰერეთის ბაგრატიონები. აი ჰერეთის ბაგრატიონების წარმომადგენელი არის შოთა რუსთაველი. მათ შორის ხდებოდა დავა რამოდენიმეჯერ თუ ვინ გახდებოდა ერისთავი ჰერეთისა. ის იყო მეფის ნაცვალი, ანუ მოადგილე ამ მხარეში, ჰერეთში. ხან კოლონკელიძეები იყვნენ, ხან ჰერეთის ბაგრატიონები. აი, როდესაც ეს აჯანყება მოხდა აბულასანისა და გიორგი რუსისა, მაშინ კოლონკელიძეებს უნდათ რომ აჯანყებულების მხარე დაეჭირათ, მაგრამ ეს წინასწარ ეთყობა გუმანით იგრძნო ჰერეთის ბაგრატიონმა და მას მძლავრობით წაართვა ერისთავობა და მის ხელში გადავიდა ჰერეთის ბაგრატიონების ხელში გადავიდა ჰერეთის მთელი მხარე. ერისთავები გახდნენ, თუმცა კოლონკელიძეები მაინც იმ მცირე საერისთავოს ფლობელები მაინც დარჩნენ. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აქ ჩვენ ხედავთ, როდესაც აიღებენ ხელში ჰერეთის ბაგრატიონები იმ 1191-ში ძალაუფლებას, რა ხდება? აბულასანი ფლობდა თბილისსაც და რუსთავის საერისთავოსაც. რუსთავის საერისთავო უზარმაზარი ბატონია, ხო, რუსთავიდან ჟინვალამდე ვრცელდებოდა და აქ შედიოდა თბილისის მარცხენა სანაპირო, გარდა აულაბარისა, დღევანდელი, ანუ ისანისა. და აი ეს ორივე მხარე, ანუ რუსთავის საერისთავო და თბილისი წაართვეს აბულასანს, როგორც აჯანყებულს, როგორც დამარცხებულს და გიორგი რუსი გააგდეს და აბულასანის სიკვდილი დასაჯეს, ხოლო აი ეს მხარე ერთი წელიწადი ორად გაყვეს. ჟინვალი მისცემს მანაველს, აი ჩვენ მონახაზის გავაკეთეთ და რუსთავი მხარგრძელებს. აი ამ დროს ჭიაბერია მანავის მფლობელი და ჭიაბერი ჩვენ გავიარეთ ის ხელნაწერი, ჭიაბერის ხელნაწერი, რაზეც კიდევ ვისაუბრებთ დღეს. ესე იგი, აი ეს ჟინვალი ეკუთვნის მანავს და რუსთავი მხარგრძელს. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. აი ეს არის ჭიაბერის ხელნაწერი, რომელზეც შოთამ თავისი კალიგრაფია დაგვიტოვა. ეს შოთას ხელნაწერია და მე შოთა კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ თქვენ ახლა ეთერში ხედავთ შოთა რუსთაველის ხელრთვას, წარწერას. ამ დოკუმენტით შოთამ დაადასტურა ჭიაბერის, თამარ მეფის და მაშინდელი ქართლის კათოლიკოსის ერთ-ერთი დოკუმენტი და როცა მე ჟინვანი ჩამბარდაო, მაშინ ამას ვადასტურებ, რატო ჩაბარდა ჟინვანი შოთას? იმიტომ რომ ხო, როდესაც მანაველთ და მხარგრძელს მისცეს ნახევარი რუსთავის საერისთავოსი, შემდეგ შოთას პაპა ასათი მივიდა თამარ მეფესთან და გამოითხოვა, ვინაიდან მან დაამარცხა კოლონკელიძეები, მე მეკუთვნისო რუსთავის მთლიანი საერისთავო და მომეციე საერისთავო მე იაჯა, ასე თქვა, გამოითხოვა. დააკმაყოფილეს მისი თხოვნა. ისევ გაერთიანდა ჟინვალიც და რუსთავიც ერთ საერისთავოში და შეუერთდება ჰერეთს. რახან შეუერთდება, შოთას პაპა მაშინ მოხუციკაცია უკვე, ავი შეიძლება 80 წელსაც კი იყო, ის გადადის რუსთავის მფლობელად. შვილი გრიგოლი, მისი შვილი გრიგოლი, შოთას მამა, უკვე რუსთავის ჰერეთის ერისთავი ხდება და ჟინვალში გადაყავს 25 წლის შოთა ჟინვალის მფლობელად, მერად შეიძლება ითქვას და როცა ის გახდება ჟინვანის მერი, სანამ პაპამისი ცოცხალია და რუსთავშია, მაშინდელი ხელნაწერია და აი ეს რაც ჩვენ ხელრთვა არის, რაც თქვენ ბრძანეთ, რაც ეკრანზე ჩანდა. შეიძლება ვთქვათ, აქედან გამომდინარე ბატონ დავით, რომ ნელ-ნელა აჩვევენ მას გაერთიანებულ, როგორც პოლიტიკოსს. ზრდიან. 92-13-ში შეუერთდება ეს ჰერეთის საერისთავოს რუსთავისა. ამ 12-13-ში 26 წლის 27 წლის არის მაშინ შოთა ხდება ჟინვალის მფლობელი. პაპამისი ცოცხალია და რუსთავს ფლობს მაშინ, მაგრამ სადღაც 95-ში გარდაიცვლება ასათი შოთას პაპა და შოთა უკვე ჟინვალიდან გადმოდის რუსთავში და იმ მომენტიდან ხდება რუსთველი. იმიტომ არის მისი ზედწოდება რუსთველისა. აი 95 წელს რომ გადმოდის და ხდება რუსთველი, სწორედ პავლე ინგორყვას დადგენილია, რომ ვეფხისტყაოსანი დაიწერა 1196-დან 2007 წლამდე პერიოდში. და ამას არავინ არ აპროტესტებს.
არა, არც პროტესტებენ და გაპროტესტება იყო თავის დროზე, მაგრამ ამაზე ჩვენ მე გვექნება საუბარი ვერსიების განხილვის დროს. და აი ეს ფაქტი რატომ არის შოთა რუსთველას წოდებული? აქედან დასტურდება, რომ ჟინვანი შვილიშვილის არის, ჰერეთი შვილის არის და რუსთავი პაპის არის. პაპა გარდაიცვალება, მამამისი ისევ რუსთავის ერისთავთერისთავია და ის გადმოდის რუსთავში. 2205 წელს დაახლოებით 6 წლამდე შეიძლება გრიგოლი შოთას მამა ცოცხალია, მაგრამ შემდეგ ის აღარ ჩანს. ის გამოჩენილი კაცი იყო, ძალიან დიდი სამხედრო ოპერაციები ჩაატარა დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, განძამდე ჩავიდა, მოკლედ და თუმცა მას ორი შვილი ყავს, ბატონ დავით. რატომ შოთა გამორჩეულად შოთა უფროსი იყო და მარტო მაგ მხრივ რომ უფროსია, აი კბელს რატომ არ ქონდა, ვთქვათ, აი შოთა უფროსი იყო და ამიტომ ერისთავი შოთა ხდება და რომ მოიხსენიება მე ქართლის ცხოვრებაში რომ შოთა ჰერეთის ერისთავიო, იმიტომ მოიხსენიება რომ ის არის უფროსი შვილი, მაგრამ უმცროსი არანაკლები შვილია ტბელი ჩვენ ეს განვიხილეთ და ახლაც ვიტყვით მაშინ, ნახოთ მაშინ შემდეგი კადრიც ამოვწიოთ ეს ბაგრატიონების საგვარეულოს ისტორია, როგორ ჩადიან ისინი ტაუკლარჯეთიდან ჰერეთში. ჩვენ ეს წავიკითხეთ აქ მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში ბაგრატიონები ასათი, იგივე ასამ და ვარზავარდი იომებენ თავის ბიძაშვილებთან ძმებთან ტაუკლარჯეთში და გადმოდიან ჰერეთში, ხრნაბუჯს დაიკავებენ და იქ ერისთავები ხდებიან. შემდეგ 150 წელი მანძე ცნობა აღარ აქვს ქართლის ცხოვრებაში, უკვე მე-11 საუკუნეში სუმბატი წერს ორჯერ მანძე რომ ისევ ისინი ფლობენო ვინც აქ ჩამოვიდა და ვინც აქ იყვნენო ისინი არიან ჰერეთის ფლობელებიო ამას კიდევ იმეორებს 1034 წელსაც 32-ში პროსორად სუმბატი რომ ისევ ძველები მართავენ აქ აურობას რა ეს პერიპეტიები არის ცნობილი და შემდეგ უკვე აი ამათი შთამომავალი გრიგოლ პირველი გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე აი გრიგოლ პირველი რომ არის აი გრიგოლ პირველის შვილები ასათი და შოთა 1017 წელს შეუერთდებიან დავით აღმაშენებლის გაერთიანებულ საქართველოს და ესენი ასათი მაშინ მეფე იყო, მეფე წოდებულია ასათ გრიგოლის ძე მეფე იყო აღმოსავლეთ ჰერეთისა, მაგრამ რახან გაერთიანდებიან საქართველოში, ისინი ტოვებენ მეფის წოდებას და ხდებიან ერისთავთერისთავები. და შეუერთდებიან გაერთიანებულ. შემდეგ ამ ასათი შვილი არის გრიგოლ მეორე, რომელიც თავის ბიძაშვილთან შოთა მეორესთან ერთად აუჯანყდება გიორგი მესამეს თამარის მამას დემნას დაუჭერენ მხარს და სწორედ ამ გრიგოლის მეორეს შვილი არის უკვე ასათ მეორე, რომელიც არის შოთას პაპა, რომელზეც მე უკვე მოგახსენეთ. აი ეს საგვარეულო პერიპეტიას დავინახეთ და ბოლოში აქ რომ ჩანს ტბელი, აი შოთას ძმა მარჯვენა მხარეს, ამ ტბელზე მაშინ კიდევ გავახსენოთ მაყურებელს ჩვენ დას ვისაუბრეთ. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. შოთა კი არის ერისთავთერისთავი, მაგრამ ტბელი ასევე ცნობილია ქართლის ცხოვრებიდან როგორც გამორჩეული საზღვარის დამცველი საქართველოსი. ამიტომ განსაკუთრებითო ტბელიო გრიგოლის ძეო მონაპირეობდაო აღმოსავლეთ ფლანგს, საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს ტბელი იცავდა. ეს ხატი გიორგი მთავარმოწამის ხატი ხობშია აღმოჩენილი დადიანების სასაზღველე ეკლესიაში. აქ უკან ამ მხარეს წარწერა არის რომ შენისა ქრისტეს მობაზაუმან ტბელისა გრიგოლის ძისაგან ანუ ტბელის გაკეთებულია ეს ხატი და შემდეგ აღმოჩნდა დადიანების თავისი ქალიშვილის ბზითვად შეიძლება ასე ვთქვათ რომელიც გათხოვდა დადიანზე ძალიან ცნობილ დადიანზე საქართველოს ისტორიაში ცოტა ყველაზე თავდადებულ დადიანზე და ყველაზე ცნობილ დადიანზე და ამიტომაც ეს ხატი აღმოჩნდა სამეგრელოში. რატომ ვიმეორებთ ახლა ჩვენ ამას დღეს წინა კვირას კი ვისაუბრეთ იმიტომ რომ აი ეს ჩანაწერი გრიგოლის ძისაგან ბევრმა დიდმა ქართულმა მეცნიერმა მიიღო როგორც გვარი გრიგოლის ძე და არა ორ დამოუკიდებელი სიტყვა გრიგოლი და ძე. ამ შემთხვევაში გრიგოლის შვილი. ამიტომ ბევრი მეცნიერი წინააღმდეგი წავიდა პავლე ინგოროყვასი. ესო არ არის მამის სახელიო, ეს არის გვარი არისო. ამიტომ გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე. და აქ ჩვენ ნახავთ როგორ წერია. აი წითელი ხაზით შემოვავლე წერა ორ წერტილებს. ორ წერტილი ეს არის ხერხი ჩვენი ძველი დამწერლობისა ადგილის დაზოგვის მიზნით, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა ეტრატი თვითონ და ეს მასალა რაზეც იწერებოდა, ხო? ამბავი. და ორ სიტყვა შორის ორ წერტილი ისმებოდა, რომ ეს დამოუკიდებელი ერთი სიტყვა დამთავრდა, ორ წერტილი დაიწყო მეორე სიტყვა. სწორედ აი ეს არის მაგალითი მოვიყვანე, როგორ ორ წერტილი როგორ გამოიყურებოდა თქვენ წრის შიგნით ხედავთ 4 ადგილზე. ეს ბევრგან წერია, მაგრამ 4 ადგილი შემოსაზღვრე სიტყვების გამყოფი ორ წერტილები. აი ესე დავარქვი მე ახლა
ამ შემთხვევაში გასაგებად. რომ გაიგოს მსმენელმა მაყურებელმა. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და ჩვენ აქ დავინახავთ უკვე თვითონ აი ბოლო ჩანაწერს შენისა ქრისტეს მობაძალმან ჩემ ტბელისა გრიგოლის ძისაგან და მე მივაწერე კიდეც რომ გრიგოლის და ძისაგან დამოუკიდებელი სიტყვებია და არა გვარი გრიგოლისზე. ამიტომ აი ეს ორ წერტილები გაწეთლებული რომელიც ასევე გავაწეთლე ხომ ჩვენ გვაძლევს იმის დოკუმენტს ისტორიულ დოკუმენტს რომ გრიგოლის შემდეგ ორ წერტილი წერია დამთავრდა გრიგოლი და ძისაგან იწყება ახალი სიტყვა. თორე ეს რომ გვარი ყოფილიყო დაიწერებოდა ერთად. გვარი რომ ყოფილიყო და დაიწერებოდა. ამიტომ ის მეცნიერები ჩემი აზრით ამ შემთხვევაში რომ ამბობენ რომ ეს გრიგოლის ძე იყო ალბათ არ იყო ესეთი გვარი მართლა არ არსებობდა გრიგოლის ძეები ჰერეთში და სხვაგან თუ შეგხვედრა მომავალ საუკუნეებში გრიგოლის ძეები აღმოსავლეთ საქართველოში ერისთავები არ ხვდებიან ჩვენ არ არიან შეიძლება დასავლეთში ნახოთ სადღაც რომელიღაც საუკუნეში მაგრამ ერისთავების მახსოვს ამას არ გვეუბნება ამ გვეუბნება ის გვეუბნება რომ ადამიანები თან რამონაჯები გვეუბნება კაცო ასათი და შოთა ვინც დავით აღმაშენებელმა შეიერთა გრიგოლის ძეები იყვნენ ეს ასათ მეორე შოთას papa გრიგოლის ძე იყო და თვითონ შოთაც გრიგოლის ძე არის სამი გრიგოლია კაცო ისტორიაში მოხსენებულია იმათ შვილებზე ლაპარაკი და გრიგოლის ძე იქ კიდევ ზარტაიჭის ძე არის მახატელის ძე არის ჭიაბერის ძეები არიან ნახსენები ამ სიაში გვარი ვერ იქნებოდა გრიგოლის ძე რატომ გავამახვილე ახლა ყურადღება მე ამ გვარზე ისე იგი ვინაიდან ჩვენ საგვარეულოს უახლოვდებით ჩვენ გვაქვს კამათის ველი გრიგოლის ძეა თუ ბაგრატიონი და ამაზე ბევრი მეცნიერი ერთმანეთს ებრძოდა კაცო კალმით და ქაღალდით არა და თურმე ღია კარს ვამტურავთ ხო ორივენი არის სიმართლე რო გითხრათ მე არც პავლენ გოროყვასთან მინახე რომ ორ წერტილები მას გამოიყენებინა არგუმენტად და არც ყვასთან მინახე რომ ეს გამოიყენებინა რამეში ეს არა და გასაღებია ერთადერთი შემთხვევა რაღაც საპატარა მე რომ მეკუთვნოდეს ისიც ეჭვმეპარება შეიძლება სხვას უწერე და მე წავიკითხე ვიღაცას და მეთქიტორებ ეს მაგალითად მე ნახე და მე რომ აღმოვიკითხე მგონია რომ ყველა მიცის. ხო, ყველა მიცოდა და ასეც ვაცხადებ რა. გრიგოლის ძე იყო თუ ბაგრატიონი იყო, ჩვენ აი ახლა მოდელი წარმოვადგინეთ, რაზე კამათობდნენ ქართველი მეცნიერები. ჩვენ გვექნება ბევრი საუბარი, რაზეა კიდევ კამათი. შოთა იყო ჰერი თუ არ იყო ჰერი. ეს ბაგრატიონი იყო თუ არ იყო ბაგრატიონი და ახლა გრიგოლის ძეს მაგალითი მოვიყვანე. შემდეგ თორელი იყო თუ არ იყო თორელი. ჩვენ ამაზე აი იმ ადამიანებს ვინც კითხვა დაგვისვა სოციალურ ქსელებში ან YouTube-ზე, ჩვენ იმათ ნელ-ნელა უპასუხებთ, იმიტომ რომ თორელზე კითხვა იყო და კი მაგრამ თორელზეც მოგვიყევით მაშინ, ხო? უნდა მოვუყვეთ. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვერსია აქვს შოშიაშვილი არის, ბატონი ნოდარი მეცნიერი იყო, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო თქვა თორელი. იგივე იარონ ბრძანეთ და მისი შვილი რომ არის გამოსახული ქვაბისხევში ბორჯომის რაიონში ია და შოთა წერია ახალგაზრდა შოთა ეს არ არის საკმარისი ერთადერთი დოკუმენტი რომ დაამტკიცო რომ გინათვარ თორელი არის შოთა რუსთაველი ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ბევრ დოკუმენტზე რომ ჰერეთიდან არის ეს კაც წარმავლობით მაგრამ ისიც განსახილველია მაინც მიუხედავად ამისა რომ ერთი დოკუმენტია როგორც ასეთი როგორც დოკუმენტი რომ ეს შეიძლება თორელი ყოფილიყო შოთა შეიძლება ვერსიაც კი იყოს ასეთი რომ შეიძლება ეს ია ჰერების მეუღლე ყოფილიყო და დედა შეიძლება ყოფილიყო შეიძლება ეს უაღრესად ჰიპოთეზაა დიდი ჰიპოთეზაა და მართალი არ იყოს ბევრი საკითხია რომელზეც ჩვენ ვართ ღია იმისთვის რომ სხვა ადამიანების ვერსიებიც ვიდრე გავსაზღვრავთ გავაგრძელებთ ბატონ დავით ამ ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარს რეკლამა გვაქვს 1-2 წუთით დაგველოდეთ ძალიან მალე დაგიბრუნდებით რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293-44-05 ავერსში გულების აქციას საკვები დანამატებით შეუერთდა დააგროვე გულები და მიიღე 20-დან 50%-მდე ფასდაკლება კოსმეტიკისა და ჰიგიენის, ბავშვთა მოვლის, კვების, საფენების რჩეულ ბრენდებსა და ახლა უკვე საინ ფარმას და ნატურმილის საკვებ დანამატებზე. დეველოპერული კომპანია New Group-ი გთავაზობთ ბინებს და კომერციულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა უბანში, როგორც მიმდინარე, ისე დასრულებულ პროექტებში. საბურთალოზე, ვაზის უბანში და დიღომში, ყველა ბინა ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. ჩვენთან არის 0%-იანი შიდა განვადება, 10%-იანი პირველადი შენატანი მიმდინარე პროექტებზე და თქვენზე მორგებული გადახდის პირობები ჩვენს პარტნიორ ბანკებთან. არ გადადო ხვალისთვის. დაგვიკავშირდით დღესვე ნომერზე 599-47-59-59. ასევე გადმოდით ჩვენ საიტზე www.newgroup.g და დაათვალიერე ყველა ბინა მარტივად. ჩვენი გაყიდვების ოფისი მდებარეობს ქავთარაძის ქუჩა ნომერი 60. ჩვენ ვაშერებთ მომავალს.
რადიო ჯორჯიან ტაიმსის სარეკლამო სამსახური 293 44 05. რეალური აქცენტები ია დანელიასთან ერთად. ბატონ დავით, განვაგრძოთ ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი ჩვენ რუსთაველის წარმომავლობის შესახებ, მისი გვარის, მამის საგვარეულო შტოს შესახებ საუბრობთ. ჩვენ ვისაუბრეთ გრიგოლიძეებზე და ბაგრატიონებზე, მაგრამ ახლა მინდა შემოგთავაზოთ ერთი უაღრესად საინტერესო ვერსია, რომელიც დიდწილად ჩემ გონებასაც იპყრობს ნელ-ნელა, თუმცა უაღრესად საინტერესოდ მიმაჩნია. რომელიც ასევე საგვარეულო შეეხება. ამისთვის ჩვენ ახლა გავიარეთ ბაგრატიონების საგვარეულო როგორ აღმოჩნდა ჰერეთში, ქართლის ცხოვრების რამოდენიმე მომენტი და მე-8 საუკუნიდან დავიწყეთ და შოთასთან მე-13 საუკუნეში დავამთავრეთ. მაგრამ თვითონ რუსთავის ისტორია როგორი არის, როგორ დაფუძნდა ეს ქალაქი. ამაზე ვისაუბრებთ ახლა და ჩვენ შეგვიძლია ვანახოთ შემდეგი სლაიდი. და გაჩვენოთ ბატონი ლადო ჭელიძის თქვენთვის მეგობრის წერილი, რომელიც გამოქვეყნდა ლიტერატურულ საქართველოში შარშან დეკემბერში და მან გამომიგზავნა, ჰქვია ამ სტატიას დავჯე რუსთველმან გავლექსე და კვლავ შოთა რუსთაველის პერიპეტიები, წარმომავლობის პერიპეტიები. ხო, უცებ ვერ დავინახე და როგორ აქ ლადოს გააზრებული ეს. როგორ და როგორ საინტერესოდ აი ამ სტატიაშია მოთხრობილი. რუსთავს რაც შეეხება მეფე მირიანი ჩვენი განმანათლებელი ქრისტიანობაზე მომქცევი საქართველოს სახელმწიფოსი მას გრიგოლ მირიანს ორი მეუღლე ყავდა უფროსი შვილი პირველი მეუღლისგან რომ შეეძინა იმას ერქვა რევი ხოლო მეორე მეუღლისგან რომელიც შეეძინა ბაქარი ხა სხვა შვილებიც ყავდა მაგრამ ლაპარაკობ მათზე ვინც მემკვიდრეები იყვნენ სამეფო შტოისა ფარნავაზიანთა საგვარეულოზე ვსაუბრობთ ახლა გამეფდება ბაქარი ის გახდება მეფე და რევი ვინაიდან გახდათ უფროსი შვილი ბაქარის უფროსი ძმა იყო ის გამოირჩეოდა თავისი მონაცემებითაც, ამიტომ მას მირიან მეფემ გამოუყო ადგილი დღევანდელი რუსთავის მიდამოებში. კუხეთად იწოდებოდა ეს ტერიტორია, რუსთავის აერისთავო წარმოებისგან თუ ადრე კუხეთი იყო. კუხეთის იყო შუა საუკუნეებამდეც. და იქ როგორც უფლისწულს მას გადაეცემა მიწა აი სპარსული სახელია ვოსტანი, რომელიც საუფლისწულო სამფლობელოს აღნიშნავს. და როგორც უფლისწულს რევის მიწას მას ვოსტან ქალაქი, მერე ბოსტან ქალაქად წოდებული დაერქვა აქედან. ეს ხდება მე-4 საუკუნეში. ჩვენ კიდევ შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, რომ უფრო კარგად დავანახოთ ეს ისტორიული პერიპეტიები, რა ხდებოდა. აი ეს ტექსტია იმ წერილიდან, ეხლა ამას ჩვენ არ წავიკითხავთ, მაგრამ გადავიდეთ კიდევ შემდეგ სლაიდზე. აი ეს მოკლედ არის აღწერილი, ესაც ახლა მე გიყვები და კიდევ შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ, იმიტომ რომ აქ უკვე აი მირიანის შვილები ნაჩვენები. ბაქარი, რომელიც გახდება მეფე ფარნავაზიანი და მისი უფროსი ძმა რევი. რევის ყავს შვილი თრდატ. თრდატი ანუ მითრიდატე ალბათ. მითრიდატე რა თქმა უნდა, ვოსტან ქალაქს გაადიდებს, ციხეს ააშენებს, ეკლესიასაც ააშენებს და ვინაიდან რუი გამოიღო, ანუ ru წყარო იგულისხმება ამ შემთხვევაში. ხო, რუის თავის ამიტომ ქვია, გაიყვანა კიდევ წყალიც მიიყვანა ამ დასახლებამდე, ეთყობა ის სადაც წყაროს თავი იყო, იქიდან გამოიყვანეს პატარა არხი, ეს არხი მეგონი არქეოლოგიური მასშიაც არის, აღმოჩენილიც არის არქეოლოგების მიერ და რუის თავიც უკვე მაშინ ერქმევა. ის არის ბოსტან ქალაქიც და რუისთავიც, იგივე რუსთავი. სწორედ თრდატის მიერ შემდეგ აი ეს დაარსებული უკვე რუსთავის საერისთავო, იგივე კუხეთი იქნება თრდატის შვილებისაც. ვიდრე ვახტანგ გორგასლის დროს იქნებიან გრიგოლი და მირიანი, ამაზეც მოგახსენებთ. თვითონ ბაქარის ხაზი რომ გრძელდება, ბაქარის ხაზი შემდეგ მიდის ვახტანგ გორგასალამდე. აი ვახტანგ გორგასალი, რომელიც წმინდა მეფეა ჩვენი, თბილისის დამაარსებელია, საქართველოს გამოერთიანებელია და უდიდესი მეფეა ჩვენს მეფეთა შორის, ერთ-ერთი უდიდესი, რა თქმა უნდა, სწორი დავით აღმაშენებელისა, დიდი თამარი მეფისა და გიორგი ბრწყინვალისა, აი ამ მასშტაბის მეფეზეა ლაპარაკი, ის გადაწყვეტილებას მიიღებს გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო, აი ვარსკენ-პიტიახში რომ არის და კიდევ სხვადასხვა პერიპეტიები, მასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენებიც არის, ის გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ აი რევის შთამომავალი, მისი გარე ბიძაშვილები რომ დავარქვათ, ასე ვახტანგ გორგასალისა, აი გრიგოლი და მირიანი, გრიგოლს
დანიშნავს და უბოძებს ჰერეთის ერისთავობას. და აქედან ხდებიან ისინი ჰერეთის ერისთავები. აქედან მომდინარეობს ჰერეთის ერისთავები, სადაც ფუძნდება სახელი გრიგოლი. რატომ არის ეს ვერსია საინტერესო? იმიტომ რომ შოთას მამა გრიგოლია. ამ გრიგოლის პაპა, ასათის მამა გრიგოლია, იმის პაპაც გრიგოლია და ანუ სამემკვიდრო სახელია და ხაზი მოდის აი ამ გვარში. სამემკვიდრო სახელია. ჩვენ შოთა საგვარეულოში გარდატბილისა გვხვდება მარტო სამი სახელი: გრიგოლი, ასათი, შოთა. გრიგოლი, ასათი, შოთა. გრიგოლი, ასათი, შოთა. ანუ პაპა, მამა, შვილი. ხო, აი ესე და მეორე ხაზიც კიდევ იქაც არის, ანუ ძმაც, ბიძაშვილის, აი ვინც მე გაჩვენეთ სქემაზე, ამ სახელს კითხულობთ აქ შოთას წინაპრებში. რა გამოდის? რომ შოთას საგვარეულოში პაპის პაპასთან აი ამ უახლოეს ათასეებზე ლაპარაკი, ამ სამი სახელიდან ორი ვნახეთ რომ ეკუთვნის ბაგრატიონებს. ერთი არის ასათი, რომელიც წამოვა ბაგრატიონებიდან და დაიპყრობს ხორნაბუჩს. ოღონდ შოთას აი ეს უახლოესი წინაპრები ხორნაბუჩი აღარ არიან. ხორნაბუჩი აღმოჩნდებიან კოლონკელიძეები, ოღონდ როგორ ეს არ ჩანს ისტორიული წყაროებიდან. თვითონ შოთას წინაპრები, აი ეს გრიგოლ პირველი რო იყო, აღმოჩნდებიან გიშში. გიშის ერისთავები ხდებიან და იქიდან ხდებიან ხანდახან ერისთავების, ხან ის მარტო გიშფლობენ, ხან თლიანად ერისფლობენ. ესე იგი, ჩვენ გვაქვს ორ კითხვაზე პასუხი-გასაცემი. როგორ აღმოჩნდნენ კოლონკელიძეები ხორნაბუჩი და რატომ დაკარგეს ხორნაბუჩი ბაგრატიონებმა და რატომ გადავიდნენ ისინი გიშში? ეს ერთი და მეორე კითხვა. ამ სამი სახელიდან ერთი ასათი რო ვნახეთ ბაგრატიონია, შოთა იგივე აშოტს ნიშნავს, შოთა იქიდან მომდინარე სახელია. ესეც მხოლოდ ბაგრატიონების გვარში გვხვდება ჩვენ ეს სახელი, ანუ ასათ და შოთა არის ბაგრატიონების ონომასტიკა და მესამე სახელი გრიგოლი ასევე კითხვას აჩენს, კი მაგრამ თუ ბაგრატიონები არიან, ეს გრიგოლი რატომღა მეორდება ასეთნაირად? თან გრიგოლი პირველია ამ შოთას უახლოეს წინაპრებში. გრიგოლის შვილები არიან ასათი და შოთა. ამიტომ ბატონ ლადო ჭელიძესთან საუბარში, იგივე მის სტატიაში აქ იკვეთება უაღრესად საინტერესო ვერსია, იმიტომ რომ შოთა შეიძლება იყოს უკვე ამ შემთხვევაში ვერსიები და ჩვენ ვთავაზობთ ვერსიებს გავიხილავთ ახლა სწორად. ტელემაყურებლებს რომ თუ თქვენ რაიმე ინფორმაცია გაგაჩნია და ჩვენ ეს ჯერ არ ვიცით, ან ამ სტატიაში არ მოხდა და თქვენ რამეს ფლობთ საინტერესოს, ყველაფერს განვიხილავთ თვით ამ გადაცემაშიც კი. იმიტომ რომ ეს კითხვა მეც გამაჩნია. ხედავთ რომ სამი სახელიდან ორი არის ბაგრატიონებისა, ერთი არის ფარნავაზიანებისა. ეს ფარნავაზიანებისა პირველია, მისი შვილები მოდიან, აი ეს ასათი და შოთა, მისი შთამომავლები არიან შემდეგ შოთა რუსთაველის და ტბელიც, ხო? იქნებდა ფარნავაზიანების და ბაგრატიონების გვარის გაერთიანება ხდება და იმიტომ აღმოჩნდებიან შემდეგ ისინი გიშში ამ ხორნაბუჯიდან, იმიტომ რომ შეიძლება მამაკაცი აღარ იყო ხაში ბაგრატიონთან და ქალი იყო ბაგრატიონი, რომელიც გაყვება ფარნავაზიანს. ან შეიძლება პირიქით იყო იმ ფარნავაზიანებში აღარ არის მამაკაცი და შეიძლება იქ ქალი შეერთეს ცოლად ბაგრატიონებს, იმიტომ რომ ონომასტიკას უზარმაზარი მნიშვნელობა გააჩნია. საგვარეულოები ჩვენ ვიცით რომ აი ყვარყვარეს რომ ვიტყვით, ყველა ვიცით რომ ჯაყელები არიან. ცოტნეს რომ ვიტყვით დადიანები არიან. მამიას რომ ვიტყვით, მამია დადიანებს იყო, მაგრამ მამია მაინც გურიელია პირველ რიგში. თორნიკე თორელები არიან და უბრალოდ ტაუელი ერისთავები არიან. კახა და გამრეკელი თორელები არიან. ესე იგი ონომასტიკას ქონდა უზარმაზარი მნიშვნელობა. ეს არ იყო სახელსაც კი გვარში ძალიან დიდი მნიშვნელობა. სახელს, იმიტომ რომ აქედან როგორც დოკუმენტი იწერებოდა ამ გვარის ისტორიას, რომელ სახელსაც ატარებდნენ თაობიდან თაობაში და ეს მეორდებოდა, ეს ნიშნავდა რომ ეს პირდაპირ ხაზია, მამაკაცის ხაზია და იმ ხაზს აგრძელებენ. ამიტომ კითხვა, რომელიც გაჩნდა ახლა ჩვენ თვალწინ შოთას შესახებ, ფარნავაზიანები არიან ესენი, თუ ბაგრატიონები არიან, ინგორო ყამბობს რომ ბაგრატიონები არიან. მეც ახლა უფრო ჯერჯერობით მაგეთკენ ვარ, მაგრამ იმდენად სერიოზული არგუმენტია, რომ ვახტანგ გორგასალმა ერისთავად დასვა გრიგოლი ფარნავაზიანი თავის გარებიძაშვილია, რევის თავმავალია, მასე წერია პირდაპირ. მე ხა მე შემიძლია ამოვიკითხო კიდეც რომ უფრო დამაჯერებელი გახდეს მსმენელისთვის. აი წარმოვიდგინეთ უფლისულთა შთამომავლები აგრძელებენ თავიანთ დინასტიურ ტრადიციას ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდში. ეს არის ლადო ჭელიძის წერილიდან, რასაც მე ვკითხულობ. ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა, იქ წერია. ეს მეხუთე საუკუნეა. მირიან და გრიგოლ იყვნენ ნათესავისაგან რევისა. ანუ რევის შთამომავლები იყვნენ. მირიანისვე ძისა, ანუ ეს ის რევია, რომელიც მირიანის შვილი იყო.
და აქ უნდა მათ კუხეთი. კუხეთი იგივე რუსთავის აერისთავია, ოდნავ პლუს მინუსით. სწორედ ისინი ისხდნენ რუსთავს ციხე-ქალაქსა. მაგრამ კუხეთის აერისთავში წარმოქმნილმა სრულიად არაორდინალურმა სიტუაციამ, რაც დინასტიური ურთიერთდაპირისპირებით იყო გამოწვეული, შემცირებული იყვნენ ეს ურთიერთსაკლდვითა, ესე იგი რევის-შთამომავლები და ბაქარის შთამომავლები ერთმანეთს ხოცავდნენ. განაპირობა შესაბამისი ადმინისტრაციული ცვლილებები კერძოდ ვახტანგ მეფის სპარსეთში სალაშქროდ გამგზავრების დროისთვის კუხეთის ერისთავის მირიანის ძმა გრიგოლი ახალ სახელისუფლებო ფუნქციას იძენს. გრიგოლ ერისთავი ჰერეთისა. ესე იგი, აქედან მოდის მე მათი ერისთავი. აი პირველი ერისთავი ჰერეთისა არის გრიგოლი, რომელიც ვახტანგ მეფემ განსაზღვრა რომ იქ უნდა გადაეყვანა მირიანი დარჩა რუსთავში გრიგოლის ძმა თვითონ გრიგოლს ანუ კუხეთში გრიგოლს ჩააბარა ჰერეთი და ასეთნაირად ჩაწყდარდა აი ეს ბიძაშვილებს შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირება პოლიტიკური ომი შეიძლება ითქვას სამეფო ტახტისთვის. აი ეს საგვარეულო თემები შოთა რუსთაველის კუთვნილებისა უაღრესად მნიშვნელოვანია. ახალი წერილია ხომ შარშან გამოქვეყნდა ბატონი ლადო ამაზე წლებია მუშაობს მართალია მაგრამ აი ეს ამდენად ჩამოყალიბებული ვერსია შეიძლება უფრო მეტად გვიჩვენებდეს ისტორიულ სინამდვილეს, ვიდრე მხოლოდ პავლე ინგოროყვას ვერსია მაგალითად. ერთად შეიძლება კიდევ უფრო კარგად დავინახოთ გვარების გაერთიანებას, არ გამოვრიცხოთ ამ შემთხვევაში ფარნავაზიანების და ბაგრატიონებისა. ამ ვერსიების საფუძველზე შეიძლება სრულად ხვალდაზე გამოჩნდეს ახალი მეცნიერი, რომელმაც კიდე თავისი ვერსია შემოგთავაზოს, არა? ამიტომ ჩვენ აი ამ შემთხვევაში აი სამტომეულის გამოცემის დროსაც კი თუ კი რაიმეს შრომა შემოგთავაზებენ შოთა რუსთაველის ვინაობისა, ჩვენ ამ სამტომეულში იმასაც შევიტანთ. ახლა მაინც თლად თეორიული არ უნდა იყოს, ოდნავ მაინც იყოს სინამდვილესთან ახლოს, ვაპირებთ რომ მესამე ტომში ყველა ვერსია იყოს განხილული. ადამიანმა წაიკითხოს მთავარი ხაზი პავლე ინგოროყვასი, პირველ და მეორე ტომში იქნება ამ მთავარი ხაზის კრიტიკა, ერთი ისტორიულ ნაწილში, მეორე მსოფლმხედველობით ნაწილში, პავლე ინგოროყვას ატომ აკრიტიკებენ და რაში შეიძლება ცდებოდეს ეს ადამიანი, ჩემთვის ეს ადამიანი 2/3-ში მართალია, მაგრამ ჩემი აზრს რა მნიშვნელობა გააჩნია ისტორიული სინამდვილისთვის ამ შემთხვევაში, ხო? ჩვენი ამოცანაა რომ ყველა მასალა შეიკრიბოს და წარედგინოს ქართულ საზოგადოებას. ყოველ შემთხვევაში ბატონ დავით ის, რასაც თქვენ აკეთებთ ამ სამტომეულით, არის უზარმაზარი საქმე, იმიტომ რომ შოთა რუსთაველს ადამიანს თავისი ბიოგრაფიით, თავისი წარმატებებით და წარუმატებლობით, თავისი საგვარეულო ხაზით ჩვენ უბრუნებთ საქართველოს. უნდა დაუბრუნდეს შეუძლებელია რომ შოთა რუსთაველი იყოს უცნობი პირი. ჩვენ გავიარეთ ახლა წინა გადაცემებში თქვით რომ ვიცით რომ ქვია შოთა. ვიცით რომ რუსთავს ფლობს, რუსთველი არის. ვიცით რომ არის ფინანსთა მინისტრი, მეჭუჭი და თოხუცესი და ვიცით ფრესკაზე როგორ გამოიყურება და რა აცვია. ეს ყველაფერი განხილული გვაქვს და ამ მინისტრებიდან, რომელიც 300 წლის განმავლობაში იყვნენ საქართველოში, დავით აღმაშენებლიდან, მისი ბოლო პერიოდიდან, ვიდრე გიორგი ბრწყინვალემდე 78 მინისტრია ცნობილი. აქედან იყვნენ წიგნმართუხუთესებიც, ანუ საეკლესიო პირებიც და 68 ამ შემთხვევაში საერისთავების წარმომადგენლები არიან, მათგან 5-ია მხოლოდ არაერისთავი, 2 მონღოლებმა დანიშნეს მანკაბერდელები მამადაშვილი, ხუტლუბუღა და მეორე სახელი მოკლედ სადუნი და 3 გიორგი მესამემ დააწენაურა რო აუჯანყდება დემნასო მოკლავს ფაქტიკულად, ხო? დაასაჭურისებს და დააბრმავებს და გარდაიცვლება. დემნა უნდა ყოფილიყო მეფეცესით, მაგრამ ნუ გარდაიცვლება ის ახალგაზრდა კაცი. იქ ყუბასარს ნაყიჩაღარი ყუბასარი იქნება აფრიდონი და ივანე მსახურთუხუცესი იქნება. აი ეს 5-ია მარტო, რომლებიც არ არიან ერისთავები. დანარჩენი 63 ერისთავია. 62 ვიცით ვინ არის? გარდა შოთა რუსთაველისა. როგორ შეიძლება რომ ეს ჩვენ არ ვიცოდეთ, კაცო და ამიტომაც განვიხილოთ, ვერ გამოვთვალოთ ვინ იყო. თან ეს შოთა რუსთაველი, კაცო, რამდენჯერმეა მოხსენებული ქართლის ცხოვრებაში და ჩვენ შემდეგ გადაცემას მიუძღვნით. აი შოთა რუსთაველი, ჰერეთის ერისთავი, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ რომ პავლე ინგოროყვა მართალი იყო და ეს უნდა იყოს პოეტი შოთა რუსთაველიც, რა მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწეა, შემდეგ გადაცემას ქალბატონოია, ჩვენ ამას დაუთმობთ რომ თურმე მარტო პოეტი კი არა, ეს არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი. დიდი მადლობა ბატონ დავით გალეგაშვილს, ჩვენ იქით ოთხშაბათამდე დაგემშვიდობებით, მე კი დღეს ისევ შეგხვდებით საღამოს ბატონი დავით კუხალაშვილი და კოტე პორჩხიძე იქნებიან ჩვენი სტუმრები. ვისაუბრებთ ძალოვან სტრუქტურებზე, სამთავრობო გადაადგილებაზე და დაგიბრუნდებით უკვე პოლიტიკური თემით, ასე გემშვიდობებით 7 საათამდე.